თბილისში ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიამ საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებულები დააჯილდოვა. შეჯიბრში 18 წლამდე სპორტსმენები მონაწილეობდნენ, ჯამში 15 ქვეყნის 120 ჩოგბურთელი. შეხვედრები გაიმართა როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა თანრიგშიც. ტურნირს სპეციალურად მოწვეული თეთრი სამკედრე ნიშნის მქონე მსაჯი ხელმძღვანელობდა. პროექტის მიზანი ჩოგბურთის განვითარების ხელშეწყობა და ქვეყანაში სპორტული ტურიზმის განვითარება. ტურნირის სპონსორი Coca-Cola Bottles Georgia. დღეს დასრულდა საერთაშორისო ტურნირი 18 წლამდე, რომელიც ჩატარდა საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით. წელს საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა იყო, განსაკუთრებული ძლიერი შემადგენლობა იყო 120 სპორტსმენი 15 ქვეყნის წარმომადგენელი. მე მინდა გამარჯვებულებს და პრიზორებს მიულოცო დღევანდელი დღე, მიულოცო აგრეთვე ქართულ ჩოგბურთელებს, იმიტომ რომ მართლა წარმატებულად იასპარეზეს და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ღონისძიება მათთვის. Coca-Cola Bottles Georgia-ს მხარდაჭერით ლეილა მესხის აკადემიის კორტებზე წელს უკვე მეორედ საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირი იმართება. Coca-Cola-ისთვის როგორც კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ სივრცე განვითარებისთვის, ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის და საერთაშორისო გამოცდილების შესაძენად. შესაბამისად, Coca-Cola როგორც ამ ტურნირის მთავარი მხარდამჭერი მაქსიმალურად უწყობს ხელს ახალგაზრდების სპორტული კუთხით განვითარებას და გაძლიერებას. მოხარული ვარ, რომ ამ კვირის ჩემპიონი გავხდი. შევძელი გამარჯვება ასევე ფინალში წყვილთა თანრიგში. გარდა ამისა, გამარჯვება წინა კვირაშიც მოვიპოვე. მადლობას ვუხდი ჩემს მეგობრებსა და ოჯახს. მადლობა ჩემს მწვრთნელს იმისთვის, რომ ეს შესაძლებელი გახდა. ბედნიერი ვარ, რომ ამ ჯილდოების მოპოვება შევძელი, როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა თანრიგში. ეს შესანიშნავი შეჯიბრი იყო, რომელიც ასევე ძალზე კარგად იყო ორგანიზებული. ყველაფერი ძალიან კარგი იყო.